ერთად ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ შაბათის მარშის მონაწილეები დღეს პოლიციის ქმედებებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები გორში სამართალდამცველების ჯგუფურ თავდასხმას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლიციურ ძალადობას სისტემური ხასიათი აქვს, რაც დაუსჯელობის სინდრომმა გამოიწვია. მარტულში ავტოსაგზაოს შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი კიდევ ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით სოფელ გაჭედილთან ავტომანქანა შენობის კედელს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება შესაბამისი კვალიფიკაციით დაიწყო. თუ იმისთვისაა დაკავებული, რატომ აქებდა რუსეთს, მაშინ პირველი მე უნდა ვიყო იქ, ამბობს კალაძის პრორუსი სიძე გულბაათ რცხილაძის დაკავებაზე. პაატა აბულაძისთვის გაუგებარია, რა სედავება სუსი მის თანამოაზრეს. ბრალს არ აღიარებს არც დაკავებული რცხილაძე. ვაშინგტონი გამონახავს გზას, რათა უკრაინას თავდაცვაში დაეხმაროს, აცხადებს პენტაგონის ხელმძღვანელი. პიტ ჰექსეთის თქმით, ევროპამ ფინანსური მხარდაჭერა გააძლიერა, უკრაინამ კი ბრძოლის ველზე მაღალი ეფექტიანობა გამოავლინა. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობთ, ამბობს ჰექსეთი.